შეპესე ბათუმის ნავთობ გადამამუშავებელი ქარხნის დირექტორი ლევან ჯინჭარაძე მისი თანამდებობიდან გათავისუფლებას პოლიტიკურ დევნად აფასებს და აცხადებს, რომ მას თანამდებობიდან წასვლას აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მამა თამაზ ხაბაძე აიძულებს. ამის მიზეზად კი მურმან დუმბაძის გუნდის წევრობას ასახელებს. ჯინჭარაძის განცხადებით, მას შეპესე ბათუმის ნავთობ გადამამუშავებელი ქარხანა 2012 წელს ჩაიბარა, რომელიც სალიკვიდაციოდ იყო გამზადებული. თუმცა მისი თქმით ლიკვიდაციის ნაცვლად ქარხანა აამუშავა და დღესდღეობით მას სახელმწიფო ბიუჯეტში 77,000 ლარი შეაქვს. ლევან ჯინჭარაძე მიიჩნევს, რომ ქარხნის წარმატებულმა საქმიანობამ განაპირობა ფინანსთა სამინისტროს სურვილი გაასხვისოს ეს ობიექტი. ის არაპირებს პოზიციების დათმობას და მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს აღნიშნული ფაქტით დაინტერესდნენ. რეგიონში მიდის იმ პირთა სამსახურიდან დათხოვნის კომპანია, რომლებიც მოვიაზრებით მურმან დუმბაძის გუნდში. მე გახლავართ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ქართული ოცნების თანადამფუძნებელი. პრობლემა გახლავთ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და მისი მამა, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საწარმოთა მართვის და სახელშეკრულებო მონიტორინგის უფროსი თამაზ ხაბაძე. იმაზე თუ რა გახდა ჩემი დევნის მიზეზი, განშისა და შეფასებისათვის გადმოგცემთ მასალას, რომელიც ასახულია ამ დისკზე. და ადასტურებს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მაღალჩინოსნების დანაშაულებრივ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს.